თქმა უნდა, ეს არის ბატონ დავის დავეთანხმები ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სტანდარტული ტექსტი და უფრო წააგავს ურთიერთდადებების მემორანდუმს, ასე ბევრი გვინახია. ამერიკის შეერთებულ შტატებს გაფორმებული აქვს რამდენიმე სახელმწიფოსთან ასეთი ტიპის ხარტია. სხვათა შორის თუ გაიხსენებთ თორსები ანალოგიური იყო დაახლოებით კემპ დევიდის დეკლარაცია, შემდეგ იყო ვანკუვერის დეკლარაცია, შემდეგ იყო ხარტია გაფორმებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობასა და თანამშრომლობის შესახებ იყო ასეთი რაღაცა. თორსები შემდეგ კლინტონის ვიზიტი მოყვა მას მოსკოვში, სადაც მან განაცხადა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს მართლაც არის რაღაც კონკრეტული პოლიტიკური არსებული კონიუნქტურის ასახვა და ადეკვატური ასახვა ძალიან სერიოზული სიგნალი იმისა მიმართული იქითკენ რომ დაფიქსირდეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი. ვესახმები იმასაც რომ შესაძლებელია ეს კონიუნქტურა მოიტანა ორმა ადმინისტრაციამ, მაგრამ ადმინისტრაციები სწავლენ და თავადაც დარჩება ეს ხელშეკრულება, ეს ხარტია როგორც მართლა ძალიან სოლიდური ინსტრუმენტი ხელში თუ მას გამოვიყენებთ გონიერად, გამოვიყენებთ ჭკვიანურად და არ გამოვიყენებთ ზეყულად. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გამომართოთ ხალხს ისე და ისე, რომ არ იყოს რაღაცა ზედმეტი ექსპექტაციები და მოლოდინები, ისევ ეს რაღაც ეროვნული ნარცისიზმის კულტივირება, რასაც საბოლოო შეიძლება მოყვეს, სულთან დავიღუპოთ ეროვნული პესიმიზმი, რის ნიშნებით არის უკვე შეგიძლიათ ნახოთ კვლევების ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტების, მათ შორის MBA-ს და ასე შემდეგ, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ და უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, რომ ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს საქართველოსში სამხედრო ბაზების განთავსებას ამერიკის შეერთებული შტატებისა. არ ითვალისწინებს საქართველოს გადასვლას თქვათ ამერიკის პროტექტორატის ქვეშ. არ ითვალისწინებს სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო, როგორც ეს ქალბატონმა რაისმა განაცხადა ნაბიჯებისა და არავითარ შემთხვევაში ევენტუალურადაც კი არ ითვალისწინებს სპანეშუკის ანთებას ისეთ ბრიკლო გადაწყვეტილებებზე, რასაც შეუძლია საერთოდ არა მარტო ქვეყნის დაღუპვა, არამედ შენად გლობალური კონტექსტის შესვლა ხესთლიდი ყველა საზია. გაწყვეტინა 225 წელი გავიდა გიორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებული. ჩემ პირ მათემატიკას მოუყარე თავი და კალკულატორის გარეშე დავთვალე. მოისმინე ასეთი აზრით, რომ აი ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს ვაფორმებთ ამერიკულ, შეიძლება ეს ერთმნიშვნელოვნად ვისაც გული თანაღრება და აქვს შიში, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ მსგავსი რამ არ არის ეს პროცესება და არის პირიქით. გასვებული რაღაცა ფსიქოლოგია. იმედია ეს თქვენი მოსაზრება არა? არ ჩემი მოსაზრება არა. ამიტომ თამამად მინდა თქვა, რომ ეს სისულელე იმას არ ვიკითხე. რა თქმა უნდა. მეც ასე ვფიქრობ სხვათა შორის. თუმცა ეს აზრი იყო და ყველაფერს უფლება თავისი აზრი ქონდეს. პირველ რიგში ბატონ დავით, ჟურნალისტური შეცდომა იყო თუ მართლა თქვა კონდოლიზა რაისმა, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივანია და ერთი თვის განმავლობაში შეასრულეს ამ მოვალეობას, რომ საქართველოს ხელისუფლება ომამდე უპასუხისმგებლოდ იქცეოდაო. მე ჩავედი სწორედ იმისთვის, რომ ერთ თვის ადრე სანამ ომი დაიწყებოდა, რომ გამეფრთხილებინა არ გადადგა ესეთი ესკალაციისკენ აბიჯები. ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ორიგინალში ეს ნანახი არ მაქვს, რუსულ საიტებზე გავრცელდა ეს ინფორმაცია და ეს უკვე იწვევს ეჭვს და არა მხოლოდ ჩემში. უპასუხისმგებლო ინგლისურად არის irresponsible. ეს ეწერაც რომ ეწეროს და ამავე დროს კონდოლიზა რაისი იყოს ჩართული მოლაპარაკებებში აი იმ ხარტიაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ და დღე-დღეზე ეს ტექსტი უნდა დამთავრდეს. ასეთი რამ დიპლომატებს შორის რაც არ უნდა თქვას ბატონმა გუბაზმა, რომ ეს იყო ჯომოლუნგმა არაკომპეტენტურობის, დიპლომატი ხალია, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და წლების განმავლობაში იმ საქმეში რომელსაც ახლა არის. ძალიან ხშირად ეს არაფერს არ ნიშნავს. ძალიან ბევრი არის არაკომპეტენტურის ასეთი უნივერსიტეტების და უბრალოდ ჩემი აზრით მაინც რაღაცა ასე ვთქვათ კომპეტენტურობის გარკვეულ კრიტერიუმებს იძლევა ის მისი. ეთყობა ამერიკის ავტორიტეტს სამწუხაროდ, ალბათ ეთყობა ამერიკის ავტორიტეტს, როგორი კომპეტენტური ადმინისტრაცია ყავდა. 50 წელი რაც აგროვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ავტორიტეტი მსოფლიოში 8 წელიწადში ბუშის ადმინისტრაციამ
აი ყუაზე დაიყვანს. ამაზე ვისაუბრეთ, არ ვიცი, ძალიან ევადი თემა არის. ხო, თუკლებს არ ესწრებნა ყოველ შემთხვევაში არასდროს ფეხსაცმელებს არ ესწრებნა ამერიკის პრეზიდენტი და ერაყში ცდილობს დემოკრატია დაამარცხოს. არა, ეს დემოკრატიის მანიშნებელი არ არის. არა, როგორც ჩანს, ახლა სადაც როგორ ესმის დემოკრატია, ისე იყენება. სადაო არ არის გუშინ ადმინისტრაციის ძალიან ბევრი პრობლემა არის გუშინ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული, მაგრამ არაკომპეტენტურობის მწვერვალი მე მგონი გადაჭარბებული. უკეთეს უარესი მითხარით ამერიკის რომელმა ადმინისტრაციამ დაუშვა ამდენი შეცდომა. არც ერთმა იგივე დამოკიდებულებები შეერთებული შტატების მიმართ ევროპაში იყო 70-იან წლებში. ჩვენ ნუიდავთ დავით ბატონო ჩვენ სამხედროზე ვიზარდოთ რომელიც ჩვენ კითხეთ თქვა თუ არა ეს იყო მე არ მინახავს და არ ამგონია რომ ასეთი ფორმით ეს კონტროლი ახლა კრიტიკა სხვადასხვა დოზით სხვადასხვა დონეზე ისმის ხოლმე კიდევ ერთი რა შემიძლია თქვა აქ ისიც თქვა რომ კომპეტენტურობა იყო სამხედრო სფეროში 0 და ქვეყანა მივიდა დაღუპვის ზღვარზე ხო და საქართველოს აღმოჩნდა სრულიად მიტოვებული. მე ასე არ ვთვლი, იმიტომ რომ ღრმად ვარ დარწმუნებული. საქართველოს სრულიად მიტოვებული რო ყოფილიყო, თუმცა მიტოვების ხარისხი, ასე ვთქვათ, თუ მასთან გვერდით ყოფნის ხარისხი ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი ჩემთვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ეხლავე იქნებოდა სხვა ხელისუფლება. და ასევე დიდი იმედი მაქვს და ასე მგონია ვიცნობ რა გუბასაც პირადად დათოსაც რომ მათი, ასე ვთქვათ, გასახარელი ხელისუფლება არ იქნებოდა თბილისში. ეს იყო პუტინის განზრახულობა, ეს თვითონ ამბობს პუტინი ამბობს, ხო? დარწმუნებული ხარ თუ თბილისის აღება უნდა მე თქვენგან არაერთხელ მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ხელისუფლების შეცვლა აქ და მერე უკვე საშინაო პოლიტიკის და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისე დატრიალება, ისეთი ფორმის მიცემა, როგორიც, ну, თქვათ, ელჩი კოვალენკოს თავში დაიბადებოდა. აი ამაში ვარ დარწმუნებული და ამას თქვათ, რა ფორმით გააკეთებდა, ამაზე ალბათ დაუდგნენ, რა ფორმით ჭირდება. თქვენ თქვით რომ არ იყო მე წავიკითხე ალბათ ნახეთ New York Times-ში სულ ახლა რამდენიმე წლის წინ ასეთ ინფორმაციას ეძახიან შეგნებულად გაჟონილი ინფორმაცია ამერიკელ ოფიცრებს პენტაგონს მოუმზადებია სერიოზული ну New York Times-ში იყო და არა ვთქვათ რომელიღაც ხვითელ გაზეთში და ну აი ჩემი კოლეგა ჟურნალისტის შეფასება იყო დიდი ორიანი დაუწერეს ქართულ სამხედრო ხელმძღვანელობას და იქ არის ერთმანეთზე უფრო მწარე და მწარე გამონათქვამები სამხედრო ხელმძღვანელობის. მე ყორო ბოლომდე მასე ყოფილიყო, თუმცა კრიტიკა ნამდვილად იქნება ამ დასკვნაში, კრიტიკა ისედაც ისმის, მათ შორის იმ კომისიის დასკვნაში, რომელსაც ბატონი ნიკა წარმოადგენს, რომელშიც იგი იყო და კომისია მე მგონი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი, ესე იგი, ნატოს შემფასებელი ჯგუფი ჩამოსულა და მათ შორის ამერიკელებიც. ბევრ პროგრესზეც ულაპარაკია და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო დასკვნაში იქნება ლაპარაკი წარმატებებზეც და წარუმატებლობებზეც. მთლიანობაში, ესე იგი, რამდენიმე წელიწადში ააშენო არმია, რომელიც 5 დღეზე მეტს გაუძლებს რუსეთის შემოსევას, ეს არის რაღაცა, ასე ვთქვათ, ოცნებების სფეროდანაც აღარ არის. ბუნებრივია, რომ იქნებოდა ხარვეზები და პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ პატიატის მომხდარ შეიძლება ანგარიშით წარდგეთ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გამოუძღვას. ისიც ლაპარაკია პენტაგონის ანგარიშზე და გაწმოყოლილი ამ სტატიაში სამწუხაროდ არ წამომიდა. ეს არის უნდა ვიდექლა რაღაცის კარგით და ცუდით და გამანადგურებელი შეფასება. გამანადგურებელი პირდაპირ. იქ ლაპარაკია ყველაფერზე, აბსოლუტურად ლაპარაკია კადრებზე, უკადრები ნიშნებოდა რაღაც პარტიული და ასეთი ნიშნით და ნიშნით კომპეტენტური ხალხის წერდებზე ლაპარაკია რა იგივე შენებრობებზე და იმაზე რა ფულზე დაიხაჭა ყველა მილიარდები ყველაფერზე ლაპარაკია. საერთოდ ეს არის საკმაოდ ხალხი შეფასება. ხალხი თქვა რომ ეს ახლა კითხო ჟურნალისტი მე კითხავს რომ საკმაოდ ჩვენი მილიარდები რა გადავხარეთ ეს ამდენი მილიარდები გადაიხარა სამწუხაროა ხალხახარები წერალის ასე დღეში ქართული არმია მაგრამ იდო ქართული არმია და პრეზიდენტი წარმოადგენს საქმე რომ რაღაც 5 დღეზე მეტი ვიზრუნდება თითქოს რაღაცა მოქმედებით ჩვენი ეროვნული ძალების ხელმძღვანელობა და მოქმედება რაღაცა იდეალურად ლამიზან მეტი იყო წარმოუდგენელი მეტი გაკეთებდა იყო შეუძლებელი ტრანსფორს იყო და არის მეთქი ასე ვთქვათ ჩინაური დასკვნები კრიტიკას ვერ უძლებ მაგრამ საერთაშორისო მე მგონია რომ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ დასკვნას და არა New York Times-ში გაჟონილ ინფორმაციას. არის ეს სამწუხაროა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს იგივე კომისიის დასკვნაში რაც იყო უშუალოდ ამ დასკვნას ერთმანეთს იმიტომ რომ
ის კრიტიკა რაც ის არის New York Times-ის სტატია, ეს არის ოფიციალური ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზი, ექსპერტები. ასაგებია, მაგრამ ეს არის გაჟონილი ინფორმაცია, ჟურნალისტის ემით გადმოცემული, საჭიროა საბოლოო დასვლის ნახვა.